ამასობაში რუსეთში 24 იანვარია და წუხელ მოხდა უკრაინული ოპერატორის მასირებული შეტევა რუსეთზე. ამ თემაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში, კადრებიც იქნება შედეგების. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო. გამოიწერთ ჩემი გვერდები YouTube-ზე, TikTok-ზე, Telegram-სა და Facebook-ზე. და ნეონიოსის მხარდამჭერის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. მოკლედ მასირებული შეტევა იყო, რუსების ინფორმაციით 123 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. სამიზნეები იყო ბრიანსკი, კურსკი, ბელგოროდი, როსტოვი, ვორონეჟი, ტულა, რიაზანი, მოსკოვი, სარატოვი. სანამ შედეგებზე ვისაუბრებდე, მოდით ნახოთ კადრები, რომლებიც გავცელდა ამ დარტყმების შედეგების. Там просто все цехи нахуй в дыму. Все в дыму, просто все. Это жопа. Вот дальше сейчас будет видно, наверное. Тут все. Давай тут встанем, поставим. Ебать. Горит конкретно нахуй. Ебать. А вон, наверное, менты ходят, да. Ёбаный в рот. Охренеть. ესე იგი, როგორც თქვი, უმეტესობა ამ უპილოტო აპარატების რუსებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ყველა ვერა რაღაცემა გაძვრა, როგორც ნახეთ და მოხდა რას? ბრიანსკში მოხდა, მაგრამ ქარხანა არის, კრემნიელ ქვია, მიკროელექტრონიკის ქარხანა, აქაც წარმოებენ ამ სილიკონის ფირფიტებს და კიდე რაღაცეებს ჩიპების დასამზადებლად. კარგად მოხდა და ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. და აგრეთვე ბრიანსკში მოხდა, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, თბოელექტროსადგურს და იქ რამოდენიმე საცხოვრებელ სახლსაც მოხდა ჩამოგდებული უპილოტოების რაღაც ნაწილები და ხანძარიც იყო. მოსკოვისკენ ვერ შეაღწიეს უპილოტოებმა, ერთი თვითონ უკვე მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს რუსები.